გამარჯობა. ეს არის აზროვნების სახელოსნო და მე ვარ გიორგი ვარამიძე. განვაგრძობ საუბარს აზროვნების შესახებ და ინა ჯერზე, სადაც შევჭერდით, რომელ საკითხზეც შევჭერდი, იმ საკითხიდან განვაგრძობ. მე შეგახსენებთ, რომ საუბრობდი სიჩუმისა და აზრის შესახებ. სიჩუმე და აზრი, ანუ ჩემს შინაგან სამყაროში, მას შემდეგ რაც მე ჩემი სხეულით შევახციე, ასე ვთქვათ, ჩემსავე შინაგან სამყაროში, ოღონდ არ ვიცი ეს ნამდვილად მოხდა თუ მე მეჩვენება რომ ასე მოხდა, დაახლოებით ისეთი რამ მიდგას თვალწინ, როგორც ერთ ცნობის ხაპარში არის, როცა ამ რეალობიდან, ფიზიკური რეალობიდან ხდება გადასვლა სარკის რეალობაში, სარკისეულ სინამდვილეში, მთავარ გმირს, პერსონაჟს, ბავშვს უწევს რომ გაიაროს, შეაღწიოს და გააღწიოს ნისლოვან ფარდას და ასე გადადის ის სხვა რეალობაში. მაგრამ მე არ ვიცი ეს რამდენად გამომივიდა, თუ საერთოდ გამომივიდა, ასეთი რა უნდა, თუ საერთოდ შესაძლებელია ეს. იქიდან გამომდინარე, რომ სხეული როგორც ასეთი დაკავშირებულია, რა თქმა უნდა, ხორჩესმულ სხეულზე აქვს საუბარი. სხეულს აქვს ხორცი და როცა ხდება მისი და უშუალოდ შეყვანა ისეთ სამყაროში, როგორც არის ამ შემთხვევაში ჩემი შინაგანი სამყარო, რა თქმა უნდა, ალბათ წარმოუდგენელია ის, რომ ეს მოხდეს ხორცთან ერთად. არადა თუ სხეულს ხორცი ჩამოსცილდა, მაშინ ის არ არის სხეული. თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ სხეულის შესახებ სხვა საუბრები არის დაგეგმილი, მე მაქვს დაგეგმილი სხვა საუბრები, იმიტომ რომ სხეულის, ასე ვთქვათ, გააზრება, მისი განჭრედა ისევე მნიშვნელოვანია და იმნაირად რთულია, როგორც სულის გააზრება. აქ შეიძლება თქვა შემდეგი რამ, რომ თუკი მე გავატარებ განსხვავებას სხეულსა და ტანს შორის და ვიტყვი შემდეგ რამეს, ან და გავიმეორებ მე ჩემი შინაგანი დამკვირვებლის სიტყვებს, რომ სხეული ცხოველსაც აქვს, ის ცხოველურია, ცხოველია, სხეული არის ცხოველი, ანუ ის არის ცოცხალი არსება, ამაზრით არის ის ცხოველი, მაგრამ შეიძლება ვინმე თქვას, რომ აი ტანი სულ სხვა რაღაც არის. ტანი აქვს, შეიძლება მხოლოდ მე მქონდეს ტანი და ჩემნაირ არსებებს დაუშვათ ადამიანებს მქონდეს ტანი, ხოლო სხეული მქონდეს ყველა ცხოველს, ანუ ყველა ცოცხალ არსებას. შეიძლება მაშინ აი ასეთი სახით ჩამოვაყალიბოთ ეს საკითხი, რომ ტანი, ჩემთან ერთად ტანი შემოდის ჩემს შინაგან სამყაროში, შემყავს ტანი ჩემს შინაგან სამყაროში, ან მე მაინც მე მომიწოდებს ჩემი შინაგანი დამკვირვებელი და თვითმხილველი მომიწოდებს გარკვეული სიფრთხილისკენ, რაიმე მკვეთრი განცხადება და რაიმე ისეთი
კატეგორიული ნათქვამი არ გამომივიდეს, რაც შეიძლება დროთა განმავლობაში რაღაცა გადაულახავი პრობლემის წინაშე დამაყენოს, ასე ვთქვათ, ხო? ამიტომ მე მაინც ვიტყვი, რომ მე მრჩება შტაბ-ეჭდილება და ამ შტაბ-ეჭდილებას მიჩენს მე ჩემი შინაგანი დამკვირვებელი, თვითმხილველი, ესე თვითმხილველი იმას ნიშნავს, რომ მას სხვა მესამე რომ რაღაცას დააკვირდეს, ანუ ახლორე დააცქერდეს, როგორც აიძველ ქართულში არის ეს ტერმინი, ახლორე დაცქერა, ხო? მას არ ჭირდება მესამე, ანუ ის ამას თვითონ ხედავს ყველაფერს, თვითონ განიცდით, თვითონ ისმენს ამ ყველაფერს, ხო? და ახლა ისე მოსმენას რომ დავუბრუნდეთ, რა თქმა უნდა, მოსმენა ყოველთვის დაკავშირებული არის ხმასთან, ყოველ შემთხვევაში ჩვენს ყოველდღიურობაში ეს ასე არის. მე მესმის ნიშნავს იმას, რომ მე მესმის მოწოდება, ძახილი, საუბარი და ასე შემდეგ. მაგრამ მოსმენა იმავდროულად არის დაკავშირებული რაღაცის გაგებასთან, ანუ მოსმენა გაგებაც არის და ამიტომ ხმა გამოიყენება არა მარტო ჟღერადი ფენომენის გამოსახატად, არამედ გამოიყენება საზრისის გამოსათქმელადაც. ხმა მესმის არ ნიშნავს ყოველთვის იმას, რომ მე მესმის რაღაცის გახმოვანება, მე მესმის რაღაცის აჟღერება, ჟღერა, ხმაური, ასე ვთქვათ, ან თუნდაც მისი ყველაზე მცირე მისხლის ოდენა ნაწილი, რომელსაც ჩვენ უწოდებთ, ჩვენი ენა უწოდებს უბრალოდ ჩამიჩუმი, ეს ძალიან კარგი სიტყვა არის, რომელსაც შეუძლია ჩემი გაყვანა რაღაცა ისეთ საგნებთან, ისეთ მოვლენებთან მიყვანა, უბრალოდ, რომელიც დამეხმარება მე საკუთარი თავის უკეთ გასაგებად. ჩამიჩუმით თუ არ ისმის, მაშინ ჩვენ ამ სიტყვებით რომ ჩამიჩუმიც არ ისმის, ხო? ამ სიტყვებით ჩვენ გამოვხატავთ იმას, რომ ანუ საერთოდ არც საზრისი არის და არც გახმოვანებული, ანუ ხმა როგორც ჟღერა, არც ეს არის. ანუ სრული სიმყუდროვეა, მაგრამ სრული სიმყუდროვე დამახასიათებელი არის მარტოობისთვის. ანუ სრულიად მყუდრო გარემო, ჩემს ირგვლივ, როგორც მე ჩემი თვითმხილველი მეუბნება, ეს არის თითქოს იყოს ადამიანი სამარტოე საკანში რაღაცა, ხო? ანუ მისჯილი ქონდეს რაღაცა ვადა პატიმრობის, ან და თვითონ უჟიდეს თავის თავს. ასეთ რამეს მე წინა საუბარში გახსენებთ, რომ ჩვენ ძალიან ადვილი ყოფილა თურმე ის, რომ ჩვენ რომელიმე ჩვენს მიერ შექმნილი თუ ჩვენს ნობერბაში შემოსული თუ დაბადებული თუ გაჩენილი თუ კონტრაბანდად შემოსული, ანუ კი ჩვენ გვეუბნებიან, ზოგიერთი მოაზროვნე გვეუბნება ჩვენ, რომ ცნობიერებაში კონტრაბანდად ვერაფერს ვერ შეიტან, მაგრამ შეიძლება რომ ფაქტობრივი ვითარება ჩვენ გვეუბნებოდეს იმას, რომ შეიძლება იყოს რაღაცა კონტრაბანდად შემოსული, იმიტომ რომ მე როგორც მქონდა საუბარი ერთ-ერთ ვიდეოში, ესე იგი ჩემს შინაგან სამყაროში მე მიმითითეს ჩემმა შინაგანმა დამკვირვებელმა და თვითმხილველმა მიმითითეს, რომ აქ არის მოიპოვება უამრავი გადაცმული ვინმე, ანუ როგორც აიძველ
სახელმწიფოებში ხდებოდა შეღწევა ამა თუ იმ პირის ან ამა თუ იმ პირების მხრივ რომ იქ მიეღოთ სახე იმ რომელიც მიესადაგებოდა იქაურ გარემოს, იქაურ ვითარებას და ამით ესე იგი მათ უცხოობის რომ ისინი სხვები იყვნენ, უცხოები იყვნენ, აი ეს შთაბეჭდილება უნდა გაექარვებინათ, ხომ? აი მე მითხრეს რომ აი ასეთი რამე ყველთვის არის შესაძლებელი ჩვენს შინაგან სამყაროში და ყველთვის არის შესაძლებელი ის რომ ამავე დროს მე მოვიხიბლო ზოგიერთი მათგანი. ანუ მოვიხიბლო აი ამ გადაცმული გამოსახულებებით, ამ რაღაცა რა ქვიან ამ მიმბაძველებით, ანუ რომელიც ბაძავენ ჩემი ასე ვთქვათ ცნობიერების თუ შეიძლება ასე ვთქვათ მკვიდრ მოსახლეობას, რა თქმა უნდა ეს ბჭყალებში, ეს მძღოლან წყილებში არა, ეს ბჭყალებში, იმიტომ რომ ეს არ განეკუთვნება იმ გამოთქმების რიცხვს, რომელიც მე შემდეგ და შემდეგ უნდა განმარტო, ხო? და ამიტომ მე მაქვს აი ეს შესაძლებლობა თუ ეს საფრთხე ამ საფრთხის წინაშე ვდგავარ, რომ მე გავაიგივოთ ჩემი თავი რომელიმე ასეთ გამოსახულებასთან მივენდო მას და ასე ვთქვათ არა მარტო მივენდო, არამედ კიდეც მივცე შესაძლებლობა რომ საკუთარ თავს რომ მე მისით მონუსხვა აი ეს სიტყვა რასაც გულისხმობს ქართულ ენაში და ძალიან საგრებისეულ ვითარებას გულისხმობს, რომ მონუსხვა, ანუ მოჯადოება, ხო? მე ყოველთვის მაქვს იმის შანსი რომ მოჯადოებულ ვიქნე, ასე ვთქვათ, ხო? და როგორც აი მე პატიმარს ვახსენებ, წინა საუბარშიც ვახსენებ და ეხლაც ვახსენებ, მაგრამ მე მინდა ანალოგია ასე ვთქვათ გავატარო და უშუალოდ აი ხატის პატიმრები, რომელიც აი აღმოსავლეთ საქართველოს მთაში არის ეს გავრცელებული მითოლოგიურ თქმულებებში, ხომ? ხატის პატიმარი, რომელიც რა თქმა უნდა იქ ახლა თეოლოგიური მომენტები და რელიგიური მომენტები იგულისხმება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ჩემს შინაგან სამყაროში ვინაიდან უთვალავი ფერითაა წარმოდგენილი და მე რა თქმა უნდა მასში გარკვევა მე მიჭირს და ხშირად ვაფიქრებინებს იმას, რომ ამ საქმეზე ხელი უნდა ავიღო, იმიტომ რომ მაინც ვერაფერს ვერ გავხდები, მაგრამ ამ დროს მე ჩემი შინაგანი ხმა, ასე ვთქვათ, ჩემი თვითმხილველი, ასე მე შემახსენებს და მეუბნება ასეთ რამეს, რომ არ არის გამორიცხული, რომ ის ქაოსი, რომელიც ეხლა არის ამ შენს შინაგან სამყაროში, იყოს ესე იგი სხვა წესრიგზე, რომელიც ამ შინაგან სამყაროში ოდესმე ყოფილა და ამის მოგონება არსებობს ჩემს ცნობიერებაში, ანუ ეს მოგონება ჩემი ცნობიერების ნაწილია, მაგრამ იმავდროულად მე იგივე შინაგანი ხმა მეუბნება, რომ ხომ შეიძლება რომ პირიქით იყოს, რომ შენი ცხოვრება იყოს მოგონების ნაწილი და არა პირიქით, ხო? აი ეს ისეთი საკითხია, რომელიც მე თავგზას მიგნევს, ხო? თავბრუს მხვევს, ხო? და რა თქმა უნდა ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ ეს ყველაფერი რის აღწერასაც მე ვცდილობ, ხო? უფრო რაღაცა ჩემს შინაგან სამყაროში თუ რა ვიცი, აი ჩემს შიგნით ასე ვთქვათ არსებული არ მინდა ვიხმარო სიტყვა არსებული, იმიტომ რომ არსებობა და აზრი კიდე სხვა საუბრის თემაა და მაგაზეც მოგვიწევს ჩვენ საუბარი, მაგრამ ამ შემთხვევაში მინდა ვთქვა, რომ აი ეს
რა ქვია თავბრუს ხვევა რა თქმა უნდა ეს მე მეუფლება ჩემს შინაგან გამოცდილებაში მე მეუფლება მაშინ როცა მე ვცდილობ შევხედო და ჩავიხედო ჩემში როგორც უბსკრულში ანუ ჩემი შინაგანი სამყარო ეს უბსკრულია უბსკრულია მე ასეთი უბსკრულია ახლა ამას მე კი არ ვამტკიცებ და ამას ვერც დავამტკიცებ ხო ამ შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს მხოლოდ და მხოლოდ მინიშნებები მხოლოდ და მხოლოდ საბეჭდილებები მხოლოდ და მხოლოდ წინათგორძნობები მხოლოდ და მხოლოდ ალღოები ალღო ხო იმისა რომ აქ შეიძლება იყოს სწორედ საქმე გქონდეს იმ უბსკრულთან იმდენად რამდენადაც ამას დაუშვათ აქეთკენ მიბიძგებს მე ის გამოცდილებაც რომ მე ჩემი ზოგიერთი მე და შინაგანი ხმა მასთან ერთად და შინაგანი დამკვირვებელი და თვითმხილველი მე მეუბნება რომ შენ ხარ გადასროლილი ამ უბსკრულში როგორც შინაგან სამყაროში გადასროლილი ხარ შენ ანუ რას ნიშნავს გადასროლილი ვარ იმას ნიშნავს რომ მე არ მაქვს საყრდენი მე ამ უბსკრულში ვერაფერს ვერ ვეყრდნობი იმიტომ რომ უბსკრულში არ არსებობს არანაირი ნიშანწყალი იმისა რომ სადმე შეიძლება რომელიმე წერტილიდან ჩვენ დავიწყოთ ათვლა იმისა თუ სად ვიმყოფებით ო სად ვიმყოფებით მე ვამბობდი წინა საუბრებში რომ ვეძებოთ ჩვენს სულში არ ვამბობდი იმიტომ რომ სული არ მინდა რომ გამოვიყენო და მინდა რომ თუ გამოვიყენე გლოვან შილებში ჩავსვა იმიტომ რომ ამის საზრისი და მნიშვნელობა შეიძლება მომავალი რა ქვია საუბრების დროს გახდეს უფრო საცნაური და შესახები ხო მაგრამ ნულოვანი წერტილი და საერთოდ არანაირ წერტილზე ანუ არ შეიძლება იყოს აქ საუბარი ხო არც ქრობა წერტილზე ანუ იმიტომ რომ უსულში ყველაფერი უკვე გამქრალია ქრობადი კი არ არის არამედ გამქრალია ხო და რაც გამქრალია მასზე ჩვენ ვერ ვიტყვით რომ ის უსულში ამადამ ადგილას ამადამ განედზე თუ რა ვიცი ამადამ კოორდინატზე არსებობს ხო ამას ვერ ვიტყვით ხო ანდა თუ ასეთ რამეს მაინც დაუშვათ მირჩევს მე ჩემი შინაგანი ხმა რომ აი ამ ტერმინოლოგიით ვისაუბრო მაშინ მე უნდა ხელშეკრულება დაუდო ზეპირი ხელშეკრულება ჩემს მენელს რომ აი მე გამოვიყენებ ამადამ ტერმინს გამოვიყენებ ამადამ ასე ვთქვათ სიტყვას თუ ამადამ წინადადებას გამოვიყენებ აი ამადამ ნიშნულობით ხო მაგრამ ეს ძალიან საჩოთი საკითხია ასეთი ხელშეკრულების დადება ვინაიდან არის დიდი შანსი და შესაძლებლობა იმისა რომ ეს ხელშეკრულება დაირღვეს თუ ასეთი ხელშეკრულება დაირღვა და თუ ის პირობითობა ჩემს მეტყველებას გამოეცლება ანუ ამ შემთხვევაში ყველაფერი ესე დაინთქმება და ჩაინთქმება ამ უბსკრულში ხო მაგრამ ზოგიერთი ხმა ანუ რომელსაც მე ვისმენ ჩემს შინაგან სამყაროში მე მეუბნება რომ კი ბატონო ჩვენ ვართ უსაზღვრო სამყაროში და ამ შინაგან სამყაროს დაუშვათ თავის სახელი ქონდა აზროვნების ისტორიაში რა ვიცი ეს მე არ მიყვარს არც ეს ტერმინი არ მიყვარს და არ მინდა გამოვიყენო მაგრამ მაინც მე მგონი ახლა ვერ დავაღწევ თავს რომ არ ვახსენო ორი ტერმინი ეს არის ერთი მიკროკოსმოსი და მეორე მაკროკოსმოსი ხო მე როცა შინაგან სამყაროზე ვლაპარაკობ ჩემს შინაგან სამყაროს ის მიკროკოსმოსია მიკროკოსმოსი ხო მიკრო მცირე პატარა კოსმოსი ხო აღმკული კოსმოსი აღმკული ანუ წესრიგი მოდი ვთქვათ ასე პირობითად ხო წესრიგი და მე როგორც გითხარით ჩემი
თვითმხილველი მე ყურში მეუბნება, ყურში ჩურჩულით მეუბნება, რომ იცი რა არის, აქ ოდესღაც იყო წესრიგი, აქ ოდესღაც იყო მოწესრიგება, მაგრამ მერე ვიღაცები მოვიდნენ და ეს ვიღაცები შეიძლება იყვნენ ის უცხოები, რომელიც შემოვიდნენ ამ კოსმოსში და გადააწერეს ამ წესრიგს, გადააწერეს ქაოსი, ხო? და თუ კი ახლა ჩვენ შევძლებთ იმას, რომ აი ეს ქაოსი ისევ თუ არის ეს შესაძლებელი, რომ ვინმე წაშალოს ეს ქაოსი, რა თქმა უნდა, ჩნდება იმედი იმისა, რომ ისევ გამოჩნდეს წესრიგი, ხო? მაგრამ ეს რა თქმა უნდა არის მხოლოდ და მხოლოდ იმ საუბრის, ასე ვთქვათ, იმ საუბრის საწიერში ხდება ეს ყველაფერი, რომელიც მიმდინარეობს აი ვითომ სფეროში, ვითომ მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ხდება ვითომ, ხო? ჩვენ ვითომ გვესმის ხმა, მე ვითომ ვკითხულობ ამ ჩემს შინაგან სამყაროში ვიღაცის მიერ დაწერილ წიგნს და ასე შემდეგ, მაგრამ როცა მე ხშირად ვახსენებ ამ სიტყვას, ვითომ, მე რა თქმა უნდა ვექცევი მისი გავლენის ქვეშ, ხო, მისი დვიჟინთები და ასე ვთქვათ, სულ ესე იგი ცოტა რამ მაშორებს იმის განცდისგან, რომ ეს ყველაფერი რაც ხდება ჩემში და ჩემს ირგვლივ, ხდება არა ნამდვილად, არამედ ვითომ ხდება, ხო? და ამდენად წინა პლანზე წამოიწევს ვითომ აი ეს გაგება და აზრი და ვითომ, აი ეს იქნება ჩვენი მომავალი საუბრის თემა. ეხლა მინდა დაგემშვიდობოთ, მაგრამ ვიდრე დაგემშვიდობებოდეთ, მინდა გითხრათ, რომ ვინაიდან მე ვაპირებ ამ საუბრების გაგრძელებას და გაფართოებას, ასე ვთქვათ, და სხვადასხვა სფეროების მოცვას, ამიტომ ესე იგი აუცილებელი და საჭირო ხდება ჩემთვის ის, რომ ჩემი უშუალოდ ვიდეოები, ვისაც მოსწონს, მან გამოიწეროს კიდეც, როგორც არის ეს ყველა თქვენგანს, თითოეულ თქვენგანს ალბათ მოეხსენება, ხო? ეხლა მინდა მადლობა გადაგიხადოთ, დაგემშვიდობთ.